Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორც დაგკვირდით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელ ადგილზე ვიმყოფები. ეს არის პირველი პროტესტანტული ეკლესია ახლო აღმოსავლეთში, პირველი, რო ვთქვათ, სახარებისეული ეკლესია, ანუ ევანგელისტური ეკლესია, რომელიც დაარსდა 1859 წელს იერუსალიმში, შუა იერუსალიმში, იაფოს ჭიშკართან დაახლოებით 200 მეტრში არის. დაარსა ის ებრაელმა ეპისკოპოსმა ლონდონში მაცხოვრებელმა ლონდონის ეპისკოპოსი იყო ის რაბინი და შემდეგ მიიღო იესო ქრისტე, ირწმუნა თავის სიხსნელი და მან დაარსა ეს ეკლესია სულ პირველად ჩემოგარგებო 1859 წელს. მაშინ საზოგადოება იყო სახარების გავრცელება ებრაელი ერისადმი და ისედაც ამ ბიბლიურ საზოგადოებაში ისინი ცდილობდნენ ებრაელებისათვის წარმოეჩინათ ებრაული ქრისტე და ამიტომაც მან გაარსა ეს პირველი ეკლესია. ეკლესიას მე გაჩვენებთ შიგნით შევალთ თუ არის, მაგრამ ახლა მე ეზოში ვიმყოფები, სადაც სვამ გემრიელ ყავას, ძალიან კარგი კაფე აქვს ამ ეკლესიას, გირჩევთ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ. ახლო აღმოსავლეთში ჩემო კარგებო, თქვენ უნდა გესმოთ ახლო აღმოსავლეთის კულტურა. შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ ეკლესიაში როგორ შეიძლება კაფე იყოს. ან რაღაც საკვები ობიექტი. სწორედ რომ ახლო აღმოსავლეთის კულტურის მიხედვით ჩემო კარგებო, სუფრაზე მოზიარობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტიკა ღვთისმსახურებაში, უკაცრავად. ანუ როდესაც ადამიანი მორწმუნე ადამიანი არის და ის თავის თავს თვლის მორწმუნე ადამიანად, მას უნდა ქონდეს თავის და-ძმებთან მოზიარობა. ამიტომაც ეს კაფე არის შემოკარგებო ამ ეკლესიის ეზოშიც, ამას ემსახურება ზუსტად რომ აქ ხალხი გაერთიანოს, სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიდნენ, აქ ძალიან ბევრი ქრისტიანები ჩამოდიან, ზოგი გერმანიიდან, ზოგი ბრიტანეთიდან, ზოგი სხვადასხვა ქვეყნებიდან და აი ესე ჯდებიან ისრაელში, იერუსალიმში, ზიან ამ კაფეში, სვამენ ყავას, აქ არ იყიდება ალკოჰოლური სასმელი, არც ლუდი არ იყიდება, რომ იცოდეთ ჩემო კარგებო, არც სპირტიანი სასმელები, არც სიგარეტის მოწევა არ შეიძლება აქ. ეს ყველაფერი დაცულია, მაგრამ საკვები რამდენიც გინდა. საკვები და ყავა, ჩაი და ერთმანეთთან ლაპარაკი ძალიან ბევრი რამის მომტანია. ჩემს უკან ხედავთ თქვენ ამ ებრაული ტრადიციის ატრიბუტიკას, რომელსაც ქვია სუქა, ანუ კარავი. კარობის დღესასწაულია იერუსალიმში, ყველა მიცით თქვენ და ეს კარავის ტრადიციულად ამ ეკლესიამ ააშენა თავის ეზოში, რადგანაც ეს ეკლესია ემსახურება ქრისტიანობის ებრაული ფესვების დანახვას. ამ ეკლესიის უნიკალურობა რა არის? იცით და შეგით რო შევალ, თქვენ ვერცად ვერ დაინახავთ ჯვრის ფორმას. ჯვარი საერთოდ ამოღებული, ეს შეგინებულად აქ გაკეთებული ჩემო კარგებო. სხვადასხვა პირველი ეპისკოპოსი, რომელიც იყო ეს მიხეილ სოლომონი, ესეა მიხეილ ბენ სოლომონი, ესე იყო ეს პირველი ეპისკოპოსი. რა საინტერესო მომენტია, რომ 135 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის 135 წლიდან 1859 წლამდე იერუსალიმში არ იყო ებრაელი ეპისკოპოსი. პარადოქსია. მაგრამ ზუსტად ამ 1859 წელს, როგორც ეს ტაძრის აშენდა, მაშინ ეკუთხა ეს ადამიანი არ მანამდე იყო უბრალოდ ის ეპისკოპოსი, იმიტომ რომ ის არ მოესწრო ამის აშენებას სამწუხაროდ ეს ადამიანი, მაგრამ ის პირველი ეპისკოპოსი იყო. დღესდღეობით ეს ეკლესია რას აკეთებს? ეს ეკლესია დღესდღეობით ემსახურება სამენოვან ხალხს, ეს ინგლისურენოვანი, არაბულენოვანი და ებრაულენოვან ხალხს და მსახურებაც მიდის სამ ენაზე, სხვადასხვა დროს, რა თქმა უნდა, არაბი ქრისტიანებისათვის, ინგლისურად მოსაუბრე ქრისტიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ იერუსალიმში და თავისი საქმიდან გამომდინარე და უწევთ მათ ცხოვრება იერუსალიმში, ისინი ყველა დადიან ამ ეკლესიაში, რომელსაც ქვია ქრისტეს ეკლესია და ებრაელი მორწმუნე ხალხი, ვინც იწამა იესო ქრისტე, ისინიც აქ დადიან, ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე ისმენენ სახარებას და ამათ მწყემს ქვია რუბენი. ძალიან მაგარი ადამიანია, რომ იცოდეთ, ამიტომ გირჩევთ YouTube-ში თუ იპოვით, მაგრამ არ მგონია იპოვოთ თქვენ ინგლისურ ენაზეა მისი ქადაგებები, თუ ინგლისურიც რა თქმა უნდა, მაშინ იპოვეთ, მაგრამ ძირითადად ის ებრაულად ქადაგებს, მაგრამ რატომ მგონია რომ ვერ იპოვოთ, იმიტომ რომ ერიდებიან მაინდა-მაინც ასე აფიშირებულად ონლაინ ტრანსლაციებს აქ სურათების გადაღებას, აქ გარკვეული მიზეზების გამო.
მაგრამ ერთი სიტყვით რო ვთქვა, ძალიან მაგარი ადგილია და ჩემთვის ეს არის იმიტომ საყვარლესი ადგილი, რომ აქ ვიკურთხეთ მე და ჩემი მეუღლე. ანუ ხუფა ებრაულად და ქრისტიანულად ჯვრის წერა ქონდა აი აქ ზუსტად ამ ადგილზე, ამ Christchurch იმასაც ქვი უძახიან. ძალიან მაგარი ადგილია და შიგნით ვეცდები შევალ თუ მსახურება არ მიდის, მაშინ შევალ და გაჩვენებ, მაგრამ თუ მსახურება მიდის, შეიძლება ცალ-თვალით შეგახედოთ რა ხდება, მაგრამ ვერ დაგკვირდები რა იქნება, იმიტომ რომ აკრძალულია რა გადაღება. მსახურება რომ თავდება, მერე კი ბატონო, მაგრამ მსახურების პროცესი არის. მაგრამ ის არის რომ მომენტ რაც მნიშვნელოვანია კიდევ არ დამავიწყეს ეს დეტალი, რომ ეს ეკლესია აშენებული არის გარეთ ფასადი გოტიკურ სტილში არის, მაშინდელ გოტიკური სტილი იყო პოპულარული თუ როგორც იცით, მაგრამ შიგნით შიდა მოწყობილობა ერთ-ერთი ებრაულ სინაგოგასთან. აქვს აარონა კოდეში, ანუ თორის შესანახი ადგილი, აქვს 10 მცნება ებრაულად დაწერილი, ასევე იესო ქრისტეს ლოცვა მოუჩვენო, ავიდა შემაიო ივრითულად ესაა და 60 კილომწამს რწმენის სიმბოლო, ისიც ებრაულ ენაზე არის გან. მე ვეცდები გაჩვენოთ ეს ყველაფერი, იმედია შემიშობენ და ნახოთ აბა როგორ იქნება. მაშასე წავედით. რო ხედავდით არის კაფე ეს ხალხი აქ ყველა ქრისტიანები აქ წიგნებია ბიბლია საფრთხო ლიტერატურა შეგეძლიათ დაჟე წაიკითხოთ უბრალოდ და ახლა მოდი შევიდეთ ეკლესიაში რა ხდება აქ აი გამართლა მსახურება არ არის აი წავიდა ანუ თქვენ ხედავთ რომ აქ ჯვარის საერთოდ არ არის გამოხატული Excuse me. I have podcast, YouTube podcast. Okay, thank you. Აქ არის გამოსანა, აი ნახეთ. ქადაგება მიდის ესეთ ამ ხარეზე. სინაგოგალური სტილია სუფთა, რომ მიცოდეთ. აი ესა კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ესეთი კარავი არის. მე და ჩემი უღლე ზუსტად აი აქ ქონდა ჯვრისერა თუ ხუფა რასაც უძახიან. აი ნახეთ როგორია. არც ერთი ფრესკა არ არის, არც ერთი ჯვარი არ არის გამოსახული, მაგრამ სინაგოგალური მოწყობილობა არის ამ. ეს არის ტიპიური მე-19 საუკუნის იქ სახარებისეული ეკლესიები, რომელიც იყო ევროპაში. იქ ჯვრები იყო, მაგრამ უბრალოდ აქ ებრაული კონტექსტი გაითვალისწინეს. ერთგან არის ივრითულად მამაოჩვენო, მეორედგან არის რწმენის სიმბოლო და მესამედგან არის 10 მცნება, ასე დამოწერილი. ესენი არის ყველაფერი აქ. აი ჯვარი არ არის, მაგრამ ჯვრის მაგვარი რაღაცა მოზაიკა არის ხე, რომელიც სიმბოლიზირებს ზეითუნის ხელს. აი ზეითუნის ხელი, აი ფესვები, აი სიმბოლიზირებს პავლე მოციქულმა რო თქვა, აი ნახეთ. პავლე მოციქულმა რო თქვა, ტოტები გადაწყდა და დაემყნო წარმართული, დაემყნო აი ნახეთ როგორ სიმბოლიზირებს ეს ყველაფერი ამას. ძალიან სიმბოლურადაა ეს გაკეთებული. მინდა რომ ნახოთ თქვენ პავლე მოციქულის მე-11 თავში ახსენეს სიუჟეტი არის აი აქ ახსენილია ესე. ნახეთ რა კარგად არის გადმოცემული მთელი დიდი აზრი ამაში. აი ესეთი ფრესკა თქვათ. ასე ვთქვათ. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. მაშასე მეგობრებო, მე შევეცადე თქვენთვის მეჩვენებინა ეს უნიკალური პროტესტანტული ეკლესია, რომელიც პირველი პროტესტანტული ეკლესია ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ქვია Christchurch, ანუ ქრისტეს ეკლესია და ეს ეკლესია ემსახურება უშუალოდ ებრაელ ქრისტიანებს, არაბ ქრისტიანებს და სხვა მორწმუნე ქრისტიანებს და თუ მოხდებით ისრაელში აუცილებლად ეცადეთ შაბათს მოხდეთ აქ და თქვენ ნახავთ, როდესაც ერთად არაბი, ებრაელი ქრისტიანი და სხვა ეროვნების ქრისტიანები ერთად როგორ განადიდებენ ამ მსახურებას. მე დასწრებული ვარ, მე ვიცი ეს ყველაფერი, ნანახი მაქვს, აუცილებლად გირჩევთ მოხვიდეთ და ნახოთ. ეგ არის გასაოცარი ატმოსფერო აქ. მაშასე ვაგრძელებ ჩვენ გზას დასავლეთის კედელთან, ანუ ისევე გოდების კედელთან და შევხვდებით გოდების კედელთან
და იქ ვისაუბრებთ უკვე დეტალურად ყველაფერზე. არ დაგავიწყებთ არხის გამოწერა, გაზიარება და დააკომენტარება. და თუ რა თქმა უნდა ვინმეს გინდათ ჩვენი არხის გასანვითარებლად თანხა დონაცია გააკეთოთ, ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის მითითებული საბანკო რეკვიზიტები. მას ასე გვეყურეთ, გააგრძელება იქნება.